მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე, მე კი მისი წამყვანი თამარ სკიტიშვილი ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ქალბატონი ანი კუტუხაშვილი. ანი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე მინდა გითხრა, რომ ძალიან იშვიათად არიან ჩვენთან საერო ადამიანები. მაგრამ თქვენ ხართ ძალიან აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იმ პროგრამისა, რომელსაც ქვია ღირებულებითი განათლება სკოლებში, რომელიც ხორციელდება საპატრიარქოსთან ერთად და მაინტერესებს, რა არის ამ პროგრამის შექმნის საფუძველი, მიზანი და როდის დაიწყო ეს ყველაფერი. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა განათლებაში და სასკოლო საზოგადოებაში. ჩვენი ამბავი, ანუ ღირებულებითის ამბავი დაიწყო 2023 წელს, მაშინ როცა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ და მამა გურამ ჭარელაშვილმა ძალიან დიდი სურვილი და ინიციატივა გამოთქვეს, რომ სასულიერო პირებს შეძლებოდათ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში რაიმე ტიპის აქტივობების განხორციელება. იქამდე სანამ ეს მოხდებოდა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ძალიან კარგი გამოცდილება დაუგროვდა სკოლასთან ურთიერთობის. ისინი სხვადასხვა აქტივობებში ერთვებოდნენ, აკეთებდნენ სკოლის მოსწავლეებისთვის სპექტაკლებს, იყო ბანაკებში იღებდნენ მონაწილეობას და რეალურად ეს ნიადაგი შემზადებული იყო იმისათვის, რომ სასულიერო პირებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ სკოლაში და ყველაზე კარგი საშუალება ეს იყო არაფორმალური განათლება. როცა 2023 წელს ჩვენ ეს დავიწყეთ, არ დაგიმალავთ და იყო საკმაოდ ბევრი შიში, ბევრი მსჯელობა და ფაქტობრივად 1 წლის განმავლობაში არც ერთი სასულიერო პირი სკოლაში არ ყოფილა, იმიტომ რომ ის გუნდი, რომელიც თავდაპირველად შეიკრიბა და ჩვენც მასწავლებლის სახლსაც ამ შემთხვევაში და კონკრეტულად ჩვენს პროგრამას ვთხოვეს, რომ ხარში დავდგომოდით და დავხმარებოდით გზების პოვნაში, 1 წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რა ჯობდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სკოლაში ფორმალური განათლება და არაფორმალური განათლება, ფორმალური განათლების ნაწილში მოსწავლეს აუცილებელი ვალდებულება აქვს, რომ გაკვეთილებს დაესწროს, არაფორმალური განათლება სრულად ნებაყოფლობითია. ასევე ჩვენ გვქონდა ამოცანა, რომ არ უნდა გადაგვეკვეთა რომელიმე საგანი. ამ შემთხვევაში უფრო მეტად სამოქალაქო განათლებაზე ვაკეთებდით აქცენტს, რომ არ გვქონოდა რაიმე გადაკვეთა შეიძლება, მაგრამ არ გადაგვეფარა ან მას არ გადაეფარა ჩვენი მიმართულება. თუმცა საბოლოოდ მე ძალიან ამაყი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდიც, რომელიც ესეც აღსანიშნავია, რომ როგორც დავიწყეთ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან და ასევე ჩვენი მხრიდანაც დღემდე მოვდივართ და აი ამ თანამშრომლობამ ერთმანეთთან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროგრამის წარმატებაში. ნუ რეალურად თანამშრომლობის გარეშე ისედაც არსად არაფერი კარგად არ გამოდის. მაშინ თქვით, რომ ღირებულებითი განათლება, რომელიც აქცენტს გააკეთებდა ღირებულებებზე, პიროვნული, ეროვნული და უნივერსალური ღირებულებები და შესაბამისად ასევე ის იქნებოდა კლუბის სახით. სამოქალაქო განათლება იყო ამაზეც საუბარი და საზოგადოება საუბრობდა, რომ აი სამოქალაქო განათლებაც ხო იგივეს აკეთებს. რეალურად სამოქალაქო განათლება ზრდის ძალიან კარგ მოქალაქეს. ღირებულებითი განათლება ეხმარება, რომ ჩამოყალიბდეს კარგ პიროვნებად. შეიძინოს დამოკიდებულებები, განივითაროს ღირებულებები და ჩვენ დღევანდელ სამყაროში, ძალიან ბევრი გარე სიტუაციიდან გამომდინარე, სოციალური ქსელები იქნება ეს თუ სხვადასხვა პლატფორმები, სულ ვჩივით ხოლმე მშობლები, რომ ჩვენ შვილებს ემპათიის ნაკლებობა აქვთ. არა მხოლოდ ემპათიის, სხვადასხვა ღირებულებების ნაკლებობა და ამაზე რეალურად აი ამ კლუბმა საბოლოოდ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.
მე ამას არ ვსაუბრობ სუბიექტურად, როგორც ამ პროცესის მონაწილე, რა თქმა უნდა, ამას თვითონ კვლევები ადასტურებს. ჩვენ ყოველი სემესტრის ბოლოს აუცილებლად ვატარებთ კმაყოფილების კვლევას, რომ ვნახოთ ჩვენ არ დაგვხვედრია თამასა. ეს თამასა ჩვენ შევქმნით. ნულიდან დავიწყეთ. არავისი გზა არ გაგვიგრძელებია და დღემდე თავიდან მე ასეთ სიფრთხილეს რატომღაც ვერ აღვიქვამდი და მამა ანდრიაც და მამა გურამიც რო ამბობდნენ რომ ამას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რატომღაც სულ მიკვირდა რომ არა, მოდი მაქსიმალურად. და რეალურად დღეს რომ ვფიქრობ, სწორედ აი ამ სიფრთხილემ, აი ამ გუნდურობამ მოიყვანა ეს ყველაფერი ასე წარმატებულად. თორემ ეს წარმატება რომ არა კი შეიძლება რომ პროგრამას ეარსება, მაგრამ ასეთ მასშტაბებზე შეიძლება რომ ვერ გასულიყო. რადგანაც თქვენ ხა მასშტაბებს შეეხეთ და ზოგადად სასულიერო პირებთან ურთიერთობა, სანამ ამაზე გადავიდოდეთ, რამდენი ადამიანია ჩართული, მოსწავლეთა მხრიდან როგორია დაინტერესება? მე მაინტერესებს, აი მე ვხედავ და ჩვენთანაც ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა ახალგაზრდა სასულიერო პირები, ვისთვისაც ეს ღირებულებითი განათლება მართლაც ღირებულია და სულ სხვა თვალით დაანახა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, სულ სხვა შანსი მისცა აი ამ პროექტმა. მე მაინტერესებს, აი როგორ შეირჩნევთ თქვათ ეს სასულიერო პირები და კიდევ მაინტერესებს ისიც რა სწავლება, რა ტრენინგები ჩაუტარდათ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ სკოლებში თქვენ გაქვთ უდიდესი გამოცდილება, სკოლებში შესვლა სასულიერო პირის მრევლთან ურთიერთობა აბსოლუტურად სხვა და ახალგაზრდებთან ამ ყველაფრის მიტანა, ისე რომ არც რელიგიური მართლაც არ გადაკვეთოს ოქროს ზღვარი დაიცვა, რომ არც ვთქვათ ძალიან თავს მოახვიო ვთქვათ რელიგიური მრწამსი, რელიგიური დოგმები და ამავე დროს დარჩე მასწავლებლად და აღმზრდელად, აი ეს როგორ მოხდა ამ ყველაფრის სწორედ ამიტომ ავიღეთ ღირებულებები და არ ვთქვით რომ ეს უნდა ყოფილიყო რელიგია. მოგეხსენებათ რომ პიროვნული ღირებულებები და ეროვნული ღირებულებები საბოლოოდ მაინც ქრისტიანობამდე მივდივართ და ჩვენი ქვეყნის რელიგია, უმეტესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქის არის ქრისტიანი და შესაბამისად აქამდე ყველა შემთხვევაში რომ დავფიქრდეთ, ყველა საგანი მიდის. განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები, რომლებიც ამას შინაარსობრივად უყურებენ, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს და როგორ ხდება სასულიერო პირების შერჩევა, პირველ წელს 19 სასულიერო პირი იყო, 24 სკოლაში, ზოგიერთი მათგანი 2 სკოლაში დადიოდა. 2024 წელს ჩვენ მაშინ ამ მასშტაბების მოლოდინი არ გვქონია ნამდვილად და მინდა ვთქვა, რომ თითოეული მათგანი საკუთარი მოტივაციის ხარჯზე, საკუთარი ფინანსებით დადიოდა სკოლებში და ყავდა ჩვენ რამდენიმე სასულიერო პირი, სულ მინდა რომ ეს განსაკუთრებით აღვნიშნო ხოლმე პირველ წელს, რომლებსაც უწევდათ კვირაში 5 დღე სკოლაში მისვლა, იმიტომ რომ თავიდან თქვით რომ ერთი კლუბი, მაგრამ იყო სკოლები, სადაც 5 და 6 კლუბი გაიხსნა პირველივე წელს. სასულიერო პირები დამეთანხმებით რომ არაფერი არ გამოგდის თუ ეს ადამიანის სურვილი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც არ უნდა რაღაცა გვინდოდ, ანუ ძალიან უნდა გვინდოდეს რომ ის ძალიან კარგად გამოგვივიდეს, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის. სწორედ მსურველი სასულიერო პირები, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა გაიაზრო რეალურად ეს სკოლა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საკმაოდ განსხვავდება თუნდაც იმ საკვირაო სკოლისგან, რომელიც ტაძართან არსებულია. თუმცა ეს გამოცდილებები, რა თქმა უნდა, მათ გამოადგათ. ვამზადებთ, ანუ აქ ძალიან ისეთი ეტაპებია გასავლელი და ესეც ძალიან სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ სასულიერო პირს გაუვლია ეს ჩვენი ტრენინგი და მე უთქვამს, რომ არა, მე მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის და ამას არ გავაკეთებ და ეს ძალიან დასაფასებელია. რომ ისინი ხვდებიან უკვე ამას რამდენი დრო სჭირდება, რამდენი რესურსი და როდესაც ტაძარში კიდევ უფრო მეტი საქმე გაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი რომ მღვდლობას მოვაცილოთ, ეს რა თქმა უნდა არ არის. გვაქვს რამდენიმე ეტაპიანი გადამზადება, ისინი გადიან პირველ რიგში სწავლების თანამედროვე მეთოდებზე უფლებიან, სკოლაში ბულინგი, ძალადობა, საკლუბო მუშაობა როგორ მიმდინარეობს, ღირებულებითი განათლებლის სამართლებრივი კონტექსტი რა არის,
ყველაფერი რაც შეიძლება რომ მასწავლებელს სჭირდებოდეს იმისათვის რომ მან შეძლოს კარგი გაკვეთილის არა საკლუბო შეხვედრის მოდი ასე ვთქვათ ჩატარება ისინი ამისთვის ძალიან დიდ გზას გადიან. ამის შემდეგ რა თქმა უნდა არის გასაუბრებები და შემდეგ უკვე მათ ეძლევათ საშუალება რომ აირჩიონ ერთი სკოლა, ანუ პირველ წელს ერთ სკოლაში შევიდნენ და შემდეგ უკვე ერთი წლის წარმატებით გავლის შემდეგ მათ ეძლევათ საშუალება რომ დაიმატონ მეორე სკოლა. რომ სკოლა ბევრია, სასულიერო პირები სამწუხაროდ არ ყავს ის რაოდენობა რომ სრულად დავფაროთ, ამიტომ ზოგიერთ მათგანს უწევს რომ ორ სკოლაშიც იაროს. სკოლაში შეუძლია რომ იყოს 3 კლუბი, ესეც სასულიერო პირთან მოლაპარაკების ამბავია, თუმცა მინდა გითხრათ რომ ყველა თან ხმდება და ყველა ცდილობს რომ დრო გამოითავისუფლოს და ბავშვებს გული არ დასწყდეთ მაქსიმალურად, თუმცა გრჩება საკმაოდ ბევრი მოსწავლე, რომელიც ვერ ასწრებს ვთქვათ დროულად დარეგისტრირებას და უწევს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. ძალიან სასიამოვნოა. მე აი ძალიან ხშირად ჩვენ ხედავდით ბოლო წლებში რომ ახალგაზრდებმა ცოტა დისტანცია დაიჭირეს ტაძრებისგან. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს მათი თვალით დანახული, აი თავისთვის ხელშესახებად მათ სივრცეში შესული სასულიერო პირი აბსოლუტურად სხვანაირად გავხსნის გზას, როგორც განათლებისკენ, რელიგიური განათლებისკენ, ასევე დარწმუნებული ვარ ეკლესიისკენაც. თუმცა არსებობს ძალიან დიდი შიშები და ჩვენ ეს დავინახეთ, რამდენჯერაც გაისმება არაფორმალური განათლების შესახებ ოფიციალური სტრუქტურებისგან თუ ტელევიზიიდან, მოდის კითხვებით, შიშებით და ცოტა უარყოფითი კომენტარებით. პირველ რიგში მაინტერესებს, აი თქვენ ამას ელოდით თუ არა? დღემდე ღმერთს მადლობა, რომ უარყოფითი გამოხმაურება იმ სკოლებიდან, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში, არ გვქონია არც ერთი მოსწავლისა და მშობლისგან და მოგეხსენებათ, რომ ბავშვები არავის არაფერს არ პატიობენ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი ყველაზე გულწრფელები არიან და ამ ემოციას გულწრფელად გამოხატავენ. პირიქით ძალიან ბევრი სკოლა დგას რიგში და ელოდება რომ აი სექტემბერში მაინც გავხსნათ. რაც შეეხება უარყოფით გამოხმაურებებს კი რა თქმა უნდა გქონდა ამისი მოლოდინი. ეს ღირებულებითი განათლება კი არა, სხვა ნებისმიერი საქმე როა, ყველაფერს ყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე და ხშირ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილად მოწინააღმდეგეებიც კი გვხვდებიან ხოლმე, რომლებსაც სამწუხაროდ არგუმენტი არ გააჩნიათ, რატო არ მოსწონთ. ხო? სასულიერო პირის შესვლა მესმის რომ ზოგიერთებისთვის აღიქმება პირდაპირ რელიგიასთან. ესეც გასაგებია და მე თავშივე ვთქვი რომ ქრისტიანობაა ჩვენი ღირებულება ყველაზე დიდი. აქედან გამომდინარე ადამიანი რომელიც ჩვენი ქრისტიანობის გამავრცელებელია მოდი ასე ვთქვათ მასზე კარგად ღირებულებებზე ვერავინ ვერ ილაპარაკებს. იყო ჩვენ სულ ვეუბნებით ხოლმე ყველა შეხვედრაზე მამებს რომ აი შეიძლება რაღაცა კითხვები წამოვიდეს მოსწავლეებისგან, შეიძლება პროვოკაციულიც. შეიძლება რომელიმე მათგანი სწორედ სპეციალურად დარეგისტრირდეს კლუბზე, რომ აი ეს კითხვები აწუხებს და ამ კითხვებზე პასუხი სჭირდება. ამ ეტაპზე ვინც კი ჩართულია, ყველა მიცის რეალურად, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ღირებულებებზე, სასულიერო პირებს აქვთ გამზადებული სცენარები, რომელსაც მიყვებიან, კი არის სახარებისეული იგავებით და რეალურად ჩვენ თუ პირად ცხოვრებასთან წაკითხულს არ დავაკავშირებთ და ჩვენს გამოცდილებასთან ის წაკითხულად რჩება. ჩვენი მიზანი არის რა ქმედითი ცოდნის გააქტიურება. მე შეიძლება ავხსნა რა არის სიკეთე, რა არის პატივისცემა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას მოსწავლე როგორ დააკავშირებს პირად ცხოვრებას, როგორ შეძლებს მის გამოყენებას. ეს სცენარები არის მაგალითად მარტივი სიკეთე და მახსოვს ამ სცენარის გამოხმაურება განსაკუთრებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოსწავლე ყვებოდა რომ რაღაცა ბებიას და ბაბუას მინიმალურით, რომელსაც აქამდე არ აკეთებდა, როგორ ეხმარება და როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობა. ეს უკვე გაკეთებული საქმეა. ხო? ასეთ საქმეებში ერთი ადამიანიც რომ იცვლება, უკვე უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან წარმატებულია. ასევე აღსანიშნავია, თქვენ აღნიშნეთ, რომ ცოტა დაცილდაო ახალგაზრდა ეკლესიას. თითქმის ყველა სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის მოსწავლეები
ძალიან ხშირად სტუმრობენ ტაძრებში იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კლუბს უძღვებიან. ძალიან არიან ჩართულნი ამ ტაძრის ცხოვრებაში. ჩართული არიან ზოგმა მაგალითად ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლაში დაიწყო სიარული და ის რომ უარყოფითი გამოხმაურება, ვთქვათ, რომელიმე კმაყოფილების კვლევას რომ ვატარებთ, ეს ანონიმურია და იქ შეუძლიათ რომ რაც უნდათ ის დაწერონ ხომ მოსწავლეებს. არც ერთი, აი პირიქით, სულ აქვთ ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ შევძელით ყოფილიყავით თავისუფლები. ჩვენ აქ შეგვიძლია რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. ხო, განსაკუთრებით ხშირია რომ სასულიერო პირი გვისმენს, ამბობენ. ჩვენ აქ სრულფასოვან წევრებად ვთვლით თავს. ასევე აღსანიშნავია და ესეც ამ პროგრამის ერთ-ერთი წარმატებაა, რომ ჩვენ გვყავს არაქრისტიანებიც, რომლებიც არ არიან ჩვენი რელიგიის მიმდევრები და სწორედ ეს არის ხომ ეს რო იყოს ქრისტიანობაზე საუბარი, ისინი ჩვენი მსმენელები არ იქნებოდნენ. ხო? ჩვენ საუბრობთ ადამიანობაზე, როგორი უნდა იყოს კარგი პიროვნება. მე სულ ვამბობ, რომ ეს პროგრამა ქმნის გარკვეული ტიპის ხურჯინს მოსწავლეებისთვის ღირებულებების და სამომავლოდ უკვე ჩვენ ხომ ღირებულებებს ვერ ვაფასებთ, ჩვენთვის ძვირფასი ღირებულება ყველა აფასეულია, ვისთვის რომელი არის უფრო მეტად ძვირფასი და უფრო ნაკლებად ძვირფასი. ამიტომ ეს ხურჯინი სამომავლოდ არის ის, რომ მათ რომელი ღირებულებაც დასჭირდებათ, ენდომებათ, მოეწონებათ და უფრო მეტად ძვირად შეაფასებენ, სწორედ იმ ღირებულებას გამოიყენებენ ცხოვრებაში. მამები არ მიდიან მათთან იმ სცენარებით, რომ აი გინდა თუ არა შენ უნდა იყო ახლა ასეთი და თუ ამას არ გააკეთებ, არა, ნამდვილად, აი მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა ეს ყველაფერი, როგორც საერო პირმა და რომელიც ვთქვათ კი პროცესში ჩართულია, მაგრამ ძალიან ესე ყურადღებით და ძალიან აქტიურად ჩართულია ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. აი მართლაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობდა ყოველთვის ძალიან ხშირად გვახსენებდა ხოლმე რომ მორწმუნე ადამიანი არის მონახთისა, მაგრამ განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთის. რამდენი ბავშვია ვთქვათ ჩართული ამ დროისთვის თუ იცით და რამდენი სკოლა, მე როგორც ვიცი საზღვარგარეთაც და რეგიონებშიც უკვე იწყებთ თქვენ ამ ყველაფერს გავრცელებას და რამდენად დიდია რეგიონებში დაინტერესება და ასევე ჩვენი დიასპორისგან. ეპარქიებში დაინტერესება ძალიან დიდია, ჩვენ უკვე რამდენიმე ეპარქიაში გვაქვს ღირებულებითი განათლების კლუბები. ამ ეტაპზე 141 სკოლა და 175 კლუბია ამ 141 სკოლაში და 3475 მოსწავლე, 3500 მოსწავლემდე არის ჩართული. ამ ეტაპზე გადამზადებულია დამატებით 129 სასულიერო პირი, უმეტესად ეპარქიებიდან და სექტემბერში უკვე ისინი შეძლებენ, რომ გახსნან კლუბებიც იმ ეპარქიებში, რომლებშიც მსახურობენ და დაიწყებენ სწავლას. რაც შეეხება დიასპორას, ეს ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა. და როდესაც სარეგისტრაციო ბმული გავაგზავნეთ და მშობლებს შევთავაზეთ, აქამდე როდესაც ვაკეთებდით ხოლმე მშობელთა კმაყოფილების კვლევას, სულ ითხოვდნენ, რომ გვინდა აი რელიგია, რომ მოგეხსენებათ, დიასპორაში უმეტესად ეს საკვირაო სკოლები ტაძართან არსებულია და მამები ხელმძღვანელობენ. საკმაოდ დიდია დაინტერესება, თუ სწორად მახსოვს 100-მდე ან 120-მდე მოსწავლეა ამ ეტაპზე ჩართული და განსაკუთრებულ მადლობას იწერებიან ხოლმე მშობლები გაკვეთილების შემდეგ. ამ ეტაპზე 5 სასულიერო პირი არის ამ პროგრამაში ჩართული, თუმცა ეს ერთი სემესტრია, რაც დავიწყეთ და სექტემბრიდან, რა თქმა უნდა, ველოდებით უფრო მეტად მატებას. ეს ონლაინ სწავლებაა თუ ადგილობრივისა, თქვათ, დასავლეთ ევროპაში მოღვაწე სასულიერო პირები? აქედან ვერთვებით ონლაინ სწავლება და აქედან ატარებენ, მშობელთან შეთანხმებით, მათთვის სასურველ დროს ატარებენ ღირებულებითი განათლების გაკვეთილებს. და მაინტერესებს, რომელი კლასიდან შეუძლიათ ბავშვებს კლუბში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოხდეს ეს, სკოლაში უნდა განაცხადონ? აი და ვთქვათ, სხვა სკოლაში ვსწავლობ და მინდა ჩემ სკოლაში არ არის. შემიძლია თუ არა, რომ იმ სკოლაში შევიდე და დავრეგისტრირდე ღირებულებითი განათლების კლუბში? ხო, ეს
კიდევ ჩვენი ერთი გამოწვევაა, რომ ძალიან ბევრი სკოლა მსურველი ამ ეტაპზე ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არის ნებაყოფლობითი. მოსწავლე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ მოსწავლე ვერ გახდება კლუბის წევრი, თუ მას არ ექნება მშობლის თანხმობა, შესაბამისად მშობლის თანხმობის შემდეგ ის უკვე ხდება კლუბის წევრი. ისევე როგორც თვითმმართველობები სკოლების თვითონ აკეთებენ განაცხადს დირექციაში და ითხოვენ ღირებულებითი განათლების კლუბის გახსნას. ანუ პროცესი ხდება სრულად მოსწავლეების ჩართულობით და არა დირექციის ინიციატივით, ამის თქმა მინდა. სხვა სკოლის მოსწავლე რომ სხვა სკოლაში კლუბს დაესწროს, ამისი პრეცედენტი ჯერჯერობით არ ქონია. მსურველები ყოლიან ნამდვილად, მაგრამ არასრულწლოვნების დამოუკიდებლად გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჯერჯერობით ეს გამონაკლისები არ დაგვიშვია. რაც შეეხება საფეხურს, ეს არის საბაზო საფეხური მე-7 კლასიდან. თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ მე-8 მე-9 კლასს ავიღებთ, იმიტომ რომ პარალელები ზოგ სკოლაში იმდენად ბევრია, რომ უბრალოდ ვერ ვფარავდით. თუმცა გამონაკლისს ყოველთვის ვუშვებთ ხოლმე, თუ რომელიმე მე-7 კლასელიც ძალიან უნდა რომ კლუბის წევრი გახდეს, რა თქმა უნდა, ის ესწრება საკლუბო შეხვედრებს. ისევე როგორც ძალიან დიდი სურვილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და ძალიან უნდათ მუშაობთ ამ მიმართულებაზე და შესაძლებელია ზუსტად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომ სექტემბრიდან შეიძლება ყოველკვირეული არა, იმიტომ რომ დაწყებითი საფეხური მაინც ჯერ ესეთ გაკვეთილების შემდეგ კიდე დარჩნენ, უფრო მეტად დამღლელია მათთვის. მაგრამ თვეში ერთხელ მათ ჰქონდეთ საშუალება დაწყებით საფეხურსაც, რომ შეხვდნენ და თავიდან აი ეს მინდა რომ თქვა თავიდან სულ ვფიქრობდით, რომ აი გაკვეთილების შემდეგ კლუბი მთელი დღე დაღლილი, მშიერი როგორ შეძლებს და აი რო არ იყოს მსურველი, მაგრამ არავინ არ დარდობს არც ერთი მოსწავლე ამაზე, კი არა ამბობენ ხოლმე, რომ შეიძლება იმ დღეს სკოლაში არ ვიყო, მაგრამ კლუბისთვის მოდის. Ani, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა და მართლა მე როგორც დაწყებითი კლასების შვილის მშობელი მართლა ძალიან მოხარული ვიქნები, ვთქვათ, თუ ჩემ შვილსაც ექნება ამის შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ კლუბის მე ასე ვფიქრობ, მიზანიც სწორედ ეს არის და მე ვისაც შემხედრი ვარ მოზარდებს, აი სწორედ ეს რომ დააფიქრა ამ სასულიერო პირებთან ურთიერთობამ აბსოლუტურად სხვანაირად შეახედა ცხოვრებას, სხვანაირად დააფიქრა თუნდაც იმ საგნებზე, რომელსაც ისინი სკოლაში სწავლობენ. თქვენ არ შემიძლია რომ არ გკითხოთ ჩვენს უწმინდესებთან ურთიერთობაზე, რომელთაგან დალოცვილი და ნაკურთხი არის ეს პროგრამა, ჯერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იყო ის ადამიანი, ვინც აკურთხა თქვენი პროგრამა და დღეს უკვე ძალიან აქტიური ურთიერთობა გაქვთ თქვენ უწმინდეს და უნეტარეს შიომესამესთან. ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ახლა არც მე ვიქნებოდი აქ და პროგრამაც ასეთი წარმატებული არ იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და მე ვამბობ ხოლმე, რომ იმითაც გამოირჩევა, რომ ორი პატრიარქის მიერ არის დალოცვილი და ეს ყველაფერს ამბობს, ასე ვთქვათ და არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პატრიარქის შიომესამეს მხარდაჭერა, რომ ძალიან აქტიურად მიუხედავად თავისი დღის წესრიგისა, აქტიურად კითხულობს, რომ რა ხდება ახლა, სად ვართ, როგორ მიმდინარეობს და მისი ეს ასეთი აქტიური ჩართულობა ჩემთვის პირველ რიგში ძალიან დიდი мотиваციაა და мотиваციასთან ერთად პასუხისმგებლობა იმისა, რომ თუმცა მჯერა, რომ აუცილებლად ეს პროგრამა დაახლოებით 5 წლის მერე ყველაზე წარმატებული პროგრამა იქნება და ის ადამიანებიც, რომლებიც ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ ამას და მე მესმის კიდეც მათი, ისინიც შეიცვლიან ამ დამოკიდებულებას ამ მიმართულების მიმართ. დიდი მადლობა Ani მობრძანებისთვის, ჩვენთან ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის და ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვის. დღეს ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ საერო ადამიანისგან, საერო პირისგან, რომელიც ჩართულია ორგანიზებაში, გაეგოთ ჩვენს რესპონდენტებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა და ვინც გულშემატკივრობს ამ პროექტს, ღირებულებით განათლებას, რომ გაეგო კონკრეტულად თუ რას ემსახურება ეს პროექტი.
უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერად. მადლობა თქვენ. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით, დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებს ენახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გემშვიდობებით.